ქართულ ოცნებაში იგილხისის პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრების განცხადებით ალტ-ინფო და კონკრეტული პირების სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ირაკლი კობაღიძის სიტყვები ამოჭრილია, დამონტაჟებულია და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალებია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი. როდესაც ესეთი დიდი მნიშვნელობის ხელშეკრულება დგება, უნდა ინებოს ხელისუფლებამ და გაასაჯაროოს დეტალები. თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ დეტალების გასაჯაროება და ამის შემდეგ ვისაუბრებთ უკვე დამატებით შეფასებებს ამის შემდეგ გავაკეთებთ. ჩვენი ინვესტიციების საწინააღმდეგო რაც მეტი ფული შემოვა ქვეყანაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ახლა არ მგონია ამას ახლა იქ რაღაც კიდე ხელოვნური ინტელექტის манипуляციები ჭირდებოდეს. ახლა ისედაც ცხადია, რომ აქ მთავარი პრობლემა ამაშია, რომ ხელშეკრულების დეტალები არის დაფარული. როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს ნაცმოძრაობა და ალტ-ინფო, მე მგონი საზოგადოებისთვის ადვილი არის დასკვნების გამოტანა, თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. და ამ ხრივ ქართული ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, როდესაც ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი არანაირი ნაკლი რო არ აქვს ისეთი ინვესტიცია არის, მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც სამუშაო ადგილები შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ამ პროექტების ფონზე, მხოლოდ სარგებელი მოაქვს ამ პროექტს და ამ პროექტის წინააღმდეგ, როცა ხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებული არის გარედან. შეხედეთ აქტორებს, ვინ არიან, შეხედეთ საიდან ფინანსდებიან, შეხედეთ ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ, ახლა უნდათ საქართველოს ხელისუფლების დამხობით დაემხოთ საქართველოს როგორც ქვეყანა და დაემორჩილებინათ, ახლა უნდათ ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ. ერთ ნარატივზე ასაუბრებენ ნაციონალურ მოძრაობას და ალტ-ინფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ ის რასაც ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება, ეს ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, ის არის სასარგებლო საქართველოსთვის და პირიქით, რასაც ნაციონალური მოძრაობა იწონებს ხოლმე, ის არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ასე რომ ყველამ თავის დასკვნა შეუძლია რომ გამოიტანოს.